ცოტნე კობერიძეა ჩვენთან სტუდიაში, პოლიტიკოსი, მოგესალმებით. მოგესალმებით. რა შეცვალა თქვენთვის პირადად პოლიტიკოსისთვის ბრიტანულმა სანქციებმა ორი ტელეკომპანიის მიმართ? ნუ ჩემთვის ერთის მხრივ შეცვალა რომ რაღაც საგარეო ტიპის აქტორები ისევ არსებობს და ისევ ყველაზე დიდი დარტყმა თუ რამე მიაყენა ბოლო წლების განმავლობაში მე მგონია რომ ეს გუშინდელი ამბავი იყო და ძალიან შეეტყო ეს როგორც პროპაგანდისტულ მედიას ისე ხელისუფლებას და ყველა შეეტყო ეს და ჩანს რომ რაღაცებს შეიძლება დროში იწელებოდეს, გადიოდეს, შეიძლება განცდას ტოვებდეს რომ ვიღაცა სადღაც ლაგდება, მაგრამ ამას ქართულმა ვერ ახერხებს და ჩემთვის პოლიტიკოსისთვის ნარატივისთვისაც კი და მათ შორის უფრო მეტად გაადვილა მათთან ოპონირება, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ ქართულებს ამორჩაულსაც შეგიძლიათ მარტი რომ გააგებინო იმ პოლიტიკას რომელსაც თქვენ გასაღებენ დაბალანსების პოლიტიკას, რანაირი დაბალანსების პოლიტიკა არის აგერ შეხედათ. ჩვენ ყავს მტერი, რომელმაც ყავხარ ოკუპირებული და ერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევია, გაქვს თოცავი ოკუპაცია, ხარ ან ისეთი ან უარესდროში ვიდრე იყავი, შენივე პრემიერის პირობაში შენ ნაბობ აგერ ჩორჩანაში დავკარგეთ ტერიტორია. ან კიდე მომხდარა ტერიტორიების დაკარგვას, არაფერი წინსვლა აქ შენ არ გაგაჩნია და პარალელურად ის ვინ ჩვენ მეგობრად ითვლებოდა, ვისთანაც პარტნიორობა ჰქონდა, მასთან მიმართებაში ხედავ სადამდეც მივედით. ხო და როგორ შეიძლება რომ შენ შეხედა ამას, როგორ სწორ დაბალანსების პოლიტიკას, რატომ ჩათვალე, რომ შეიძლება რუსეთთან ენა უნდა მოიჩლიქო, მაგრამ აგერ დასავლეთი არის ისეთ, რომ შეიძლება აგინო და ლანძღო. ან ისეთი мотиваციით იღვიძებდა, რომ მე ამათ ვაგინებ და ლანძღავ, რას უყურებ? აი, ჩვენ ნუ მოგვისმენ, ანუ უბრალოდ რატომ არ მოусმინეს აგერ საკუთარი იმედის დირექტორს, ეგეთი გასთანხმდა, ეს კაცი და ყვირო და თვითონ არ ქარდავდნენ, საკუთარ არხზე არ ქარდავდნენ. წარმოიდგინეთ, ამ საკითხზე ყველაზე მეტად ფრცლად ისაუბრა მაგ ადამიანმა, რუხაძეზე მეტად ფრცლად სანქციების ამბავში რას ნიშნავს ეგრე, ნუ შევაჩვიეთ თენაო და დაასახელა, რომ მას უთხარიო, რომ თუ შენ დაგასანქცირებენ ან ვინმეს დაასანქცირებენ, მე როგორც ლიბერტის მფლობელი Mastercard-თან და ყველა საერთაშორისო მოკლედ სისტემასთან მაქვს კავშირი და მე ვერაფერს ვერ ვიზამ. მე ვარ ხელფეხ შეკრული. და წარმოიდგინეთ, ამას ამბობდა არ მოწონდა რაღაცნაირი ქირქილით საუბარი, ირიბად გადაკვირით საუბარი, რომ ყველა საფრთხილად თქვენ არიცით ეს სანქციები რა ამბავია და მე ამას ვიკლო და მე ეს ვიცი. საკუთარ ამე დამაძიდი ყურადღება არ მიაქცია. თუ სადმე ისაუბრე, ეს იყო რადიო თავისუფლება იყო, რომელიც უფრო მეტად ოპოზიციურად გაწყობილი მედია, ხო, თავისუფალი მედია არის და ეს იყო მათ შორის გირჩის არხზე ისაუბრა, ანუ ოპოზიციური პერსპექტივაში გამოამჟღავნა ეს და არა საკუთარ ეთერში წარმოიდგინეთ, ისიც კი არ დაიქარდა ნორმალურად და ბოლოს ხედავთ რა ნაბიჯი გადადგა მიატოვა გამოასწრო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მე პირადად ძალიან მენიშნა ეს ცოტნე როცა ყობახიძე აკეთებდა უმახიან განცხადებას კერძო სექტორმა და ესე იგი ბიზნესმა და სახელმწიფო უწყებებმა უნდა გააგრძელოთ იმეთთან თანამშრომლობა ამ განცხადების პარალელურად თურმე იუსტიციის სახლში სამეთვალყურეო საბჭოს 4 წევრი იყო იმედის მისული რომ რამენაირად დაჩქარებული წესით 414 ლარი გადაუხდიათ რომ დაეტოვებინათ სამეთვალყურეო საბჭო თვითონ მათ, როცა სხვებს მოუწოდებენ რომ მოდით ახლა და საქმე დაიჭირეთ იმეთთანო და თვითონ დატოვეს სამეთვალყურეო საბჭო, ამაზე ანუ ხელშესახები რა შეიძლება იყოს იმედში დარჩენილი ადამიანებისთვის, რომ გარბიან ისინი, ვინც მათთან მუშაობენ, არათუ მოიზიდონ ისინი, ვინც არ მუშაობენ და დისტანციურად მოაქვთ რეკლამა. კი ბატონო, ამის მარტივი მესიჯია ეგ და გარდა ამის ამას როგორ უნდა შეცვალონ არ ვიცი ხა. აქ აქტივისტი დაიჭერ ციხეში ჩასვამ, აქ აი მაგიზალობ, მაგრამ იქ რა შვებით, ვის ესაუბრებთ? ახლაც რომ აქეთო ბრაზობენ აქეთ ხარეს და რო უკავენ ჟურნალისტებს, რო ურეკავენ ჟურნალისტებს და გაგიხარდა თუ არა. აი თქვა ძალიან ჩემი ბრალია ეს. ხო, თქვა ძალიან მეწყინა და უხდა იქეთი განცდა გაქრუჯო, ხო გეუბნებოდით. აი ისეთ რამეზე რომ დამერეკვა, რაზეც არ იყო ნასაუბრები, რაზეც არ უნდა ქონოდა მოლოდინი და უიხდა აქეთ იხლა და ხალხს ხო არ იყო. ხო იყო ისეთი რამე თამართებაშიც გეუბნებოდო რომ ესე თუ გაგრძელდა ჩვენ შეიძლება აქედა საკვარის ბერკეტები არ გაქვს რაღაც დაგიპირისპირდეთ მაგრამ ის ხალხი თვითონ არ გაპატიოს თუმცა ასე ლანძღვის გინების ენით ესაუბრებით ამ ადამიანებს და დასავლეთ ზაცარნ ისაუბრო ხა შენ ეკონომიკაში პრობლემები აქვს ყველა ინსტიტუციური წესრიგი რაც არსებობს არის დასავლეთ კულტურაზე ქვეყნებზე აგებული ფინანსური იქნება ეს ეკონომიკური იქნება თუ რაც არ უნდა იყოს შვედეთზე უფრო გაჭირვებული დიდი ბრიტანეთია ეხლა და დღე-დღეზე იშლება ანუ ამ დონის პროპაგანდას აკადრეს ამ დონის პროპაგანდას საკუთარ ამორჩეველს რომ იმენ დიდი ბრიტანეთი დღე-დღეზე ჩამოიქცევაო ამ ბრიტ. ხო ამას გესაუბრებია როცა თანიცრე ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბულგარეთი ჩემზე ორჯერ მდიდარია და რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა რავი ჩემზე სამჯერ დიდარი კაცი ჩემზე ნელა მდიდრდებოდეს, მე არ მაინტერესებს მისი ნელა გამდიდრება, თქვა რო აქავე 1000 ლარი და 10%-ით გამდიდრეს მას 1100 ლარი ექნება. მე რომ აქ 100 ლარი და 10%-ით გამდიდრდე მექნება 110 ლარი და მისთვის 100 ლარის და ჩემთვის 10 ლარი და არაფერში იმას არ მომწეს ერთნაირ ეკონომიკურის დაგქონდა. ხო თუნდაც მეტის ქონდეს პროპორციულად ის არის უკვე
გამდიდრებული ქვეყანა, რომელიც ხოლმე ჯერ შენზე უკეთესად ეს არის ფაქტი და ამას ესაუბრებენ მე საკუთარ მოქალაქეს, მაგრამ მაინც კიდევ რომ დაუბრუნდეთ, თვითონ ქართველების ნარატივი ინგრევა რაში ქართველებმა როცა მოვიდა თქვა რომ ჩვენ უნდა ვიგდოთ ჩუმად ისე წყნარად, არავის არ ვაწუხებდეთ მის დაბალანსების პოლიტიკა ესეთი. ყურადღება შეიძლება არ მოგწონდეს შენ რომ პროაქტიული პოლიტიკა გინდოდეს, იმიტომ ცხადი პროაქტიული ტერი ყავს ამ ქვეყანაში და ეს უბრალოდ ჩემთვის აქ ვიგდო ნიშნავს შეხარ შენთვის აქ ჩაბარებული, მაგრამ ამას თავი რო გავანებო თვითონ მაგ პოლიტიკასაც კი ღალატოს. შენ არათუ ჩუმად ხარ ვინმეს არ გაახსენდე, ძალიან გინდა რომ არ გაახსენდე რუსეთს, ან გაახსენდე ზიზად კბილად რომ რაღაცა ფრენები აღდგეს რაღაცა სულ კბილად ახსენდები ხომ ამ ბოლო დროს, მაგრამ მიკითხარე სულ ცუდად ახსენდებოდა და მათთან მიმართებაში აირიო იმ ეკონომიკასთან, რომელიც რუსეთის ეკონომიკაზე დიდია, იმ გავლენებზე, იმ ყველაფერს, რომელიც რუსეთზე უფრო მეტად დიდია და გარდა იმისა, რომ გამოვრიცხოთ წმინდად ისეთი ამბები, რომ შენი მეგობარია და ესეთ ამბები. თქვა და არ არსებობს საერთოდ ურთიერთობაში მეგობრები, მაგრამ ძლიერი არ არის. რა თქმა უნდა, რუს ოლიგარქებს შეხედეთ რა უქნეს აშიაწუხათ ეხლა ვერ მიხვდა რომ პრობლემა არის, ანუ ეხლა აქეთ ხარ ვის ებრაზდებიან, ვის ურეკავენ, იმედის წარმომადგენელს ურეკავ, რომელთან მიმართებაშიც რა იმ ხალხს იჭერ, ცემ, ნაცემი რო ყავს, ეხლა გურამ რო გავასო დაურეკო და რო უთხრა რომ გაგიხარდა თუ არაო. ჯერ ის მოიკითხე, გაუარა თუ არა იმ ფიზიკურ მაზიანმა, რაც მიაყენე და რა პასუხი უნდა. ეს არ დარდება, ვინმე იმედის თანამშრომლები რომ ძლებში დაამტრიოს ისევე როგორც გურამ როგავა დაამტრიეს, ეს სხვა სოლიდარობაა და ყველას აქვს უფლება, რომ ის არ სცემოს სპეცრაზმელმა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს. ეს არ არის ტოლობის ნიშანი, ისინი არ სვამენ საკითხს სწორად, რომ არათუ გაგვიხარდა, არამედ მათი ქმედებით ჩვენ მათ მოგვაყენეს უდიდესი ზიანი, როგორც მედიას, როგორც ქვეყანას და ასე შემდგომ, იმიტომ რომ მათი ქმედებით დადგა ტოლობის ნიშანი მათსა და რაშა ტუდეის შორის. ტოლობის ნიშანი მათსა და რუსული სამხედრო მანქანის ხელშემწყობს შორის. და ეს პირველ რიგში მათ არ უნდა უხაროდეთ და იმის ძახილი რომ თურმე სანქციები არ მუშაობს, ბატონ ირაკლი რუხაძეს მოусმინეთ, თქვენი სამეთვალყურეო საბჭოს 3 კაცს და 4 კაცს შეხედეთ, ხომ როგორ არ მუშაობს. დავიწყოთ აქედან, თვალების დახუჭვა კიდევ უფრო აზიანებს ამ დიდ მურევს, რომელშიც ქვეყანა ჩაითრია რუსულმა რეჟიმმა. და აქ არის კითხვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართებით ამ საკითხთან, როგორც ჩანს სანქციები აქ არ ჩერდება და დღეს გაკეთდა განცხადება, რომ შემდგომი უნდა იყვნენ ოცნების ლიდერები. ეხლა რა პოლიტიკას ვუყურებთ ჩვენ? ნათია თურნავას განცხადება იყო ძალიან ნიშანდობლივი. მე მახსენდება ვთქვი ცოტა ხნის წინ ოთარ რომანო-ფარცხალაძის ასე ვთქვათ ხარდასაჭერად გაკეთებული მისი ერთი განცხადება იგივე ტიპის შინაარსის და დღეს რომ ქართულ ბანკებს, რომლებიც დალისტულები არიან ბრიტანეთში, უთხრა, რომ თქვენ თუ რამე შეუთავსებლობა გაქვთ საერთაშორისო და ქართულ კანონმდებლობასთან, ჯერ ქართული კანონმდებლობით იმოქმედეთო. რას განცხადებაა ეს თქვენთვის და რამდენ დაემორჩილებენ? ნათია თურნავას მიმართებაში სწორედ აღნიშნეთ ფარცხალაძეზე რაც გააკეთა, ნუ იმის მესარტრაზე არის საუბარი, წარმოიდგინეთ ერთი ადამიანის გამო, რომელსაც ეხლა თუ რა ნახონდა ცუდი რამე მოხდა, ეხლა იმ ადამიანს ეტენება და იმ ადამიანს საუბრობენ და არც გამორიცხო რომ კი ეგრე იყოს, მაგრამ თუ კი რამე ეხლა ცუდი არსებობს, რაღაც ცუდი ისაუბრება, ფარცხალაძეზე შეტანილი ყველაფერი, მაგაზე ცუდი ადამიანი არ არსებობსო და სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ თუ არ ვწდები, ამდენი დრო გავიდა, მაშინ მიღეს კონკრეტულად გადაწყვეტილება, რომ უცბად ამ ადამიანს საკუთარი ფული თუ რამე ქონდა გაეკეშებინა, წაიღო, უცბად ერთი ადამიანისთვის ეროვნული ბანკი, წარმოიდგინეთ, ეროვნული ბანკი ქვია და ადგილ ესეთ რამე გააკეთა, ამის ფორე რაზე ვსაუბრობთ. საერთოდ თავი გავანებოთ, დღე-დღეზე აპირებენ იმ პარტიის აკრძალვას, რომელიც ხელისუფლებაში დროსაც ნათია თურნავა თვითონ იყო ხელისუფალი და ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა და მაღალი თანამდებობა ეკავა და არ აინტერესებს ამ ადამიანს ამ ყველაფერს ესე გაივლის და მე მგონია რომ რაღაცა და ერთხელ რომ გადაიყიდები ერთ კაცზე და მე ერთხელ ორჯერ სამჯერ გააკეთებ იმას, რასაც შენ გეტყვიან, შეხერგდათ ეგეთი ადამიანი და ახლა მე აღარ არსებობს რაღაცნაირი გრადაცია, რას და როგორ იკადრებს. ფარცხლაძეს მიმართებაში იმხელა შუბლიზარღვი არის ზოგადად გაწყვეტილი ქართულ ოცნების მმართველობის თლიან პერიოდში, რომ მაგალითად რავი დასაწყისში პროკურორი ყავდა, რომელიც მომპარავი იყო. მე ყველაზე დიდი მომპარავი ესე გაიჯინა პროპაგანდისტით რუსეთში გამოსული და იქამდე კაცი პრობლემა არ დადგა, სანამ ქურდული გარჩევები და კრიმინალთან მიმართებაში არ დადგა პრობლემა. თორემ მე რომ მოვეკალი და მე რომ ვიღაც ქუჩაში დავიგე, კაცი შვილის სამომღები არ იქნებოდა, ხო მიხ ან ამ ხელისუფლებამაც კი რაღაცები შეცვალ გამოცვალა, მხოლოდ მას შემდეგ რაც ქუჩაში არ მოეწო, ან ქუჩიდან იგზნო რაღაც სხვა ტიპის პრობლემა, თორე ჩოლებრივ ადამიანი რო ყოფილიყო, ვინა უბრალოდ მოქალაქე, მასთან მიმართებაში ფარცხლაძესაც არ უნდა იქნა, ჩოლებ ფარცხლაძე იქნება დღეს, ძალიანაც თავისუფალი და გარეთაც იქნებოდა და ნუ ცხოვრობთ ეგეთ ქვეყანაში, ხა ნათია თურნავასგან მართლა რა უნდა გაგვიკვირდეს?
აქ ხლა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილისთან ერთად ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსული ივანიშვილს პირდაპირ უწერია დემოკრატიის ძირის გამოთხრა რუსული ინტერესების სასარგებლოდ, ასევე ეს თქვა მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა და ასევე ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ფაქტობრივად იყო აგენტი და რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენელი თურმე საქართველოში. ეს ხაზი გრძელდება. პროპაგანდას იყენებდა ხარ რას ქვია იმას ხარ ნიშნავს კარდა დიოდა და ბუკლეტებით კამპანიას აწარმოებდა. ეგ ნიშნავს რომ სოციალში რაც ხდება, საკუთარი ბოტების ქარხანა, მედია, პროპაგანდისტული მედია ამ ყველაფერში იყო ჩართული. ეგ არის და ეგ ხა თორე ხა არ გონია რომ ფარცხალაძეს მისი კამპანია რა უნდა ყოფილიყო. ხო ეგ იყო. მაგრამ წამოდი ხა აქ არა მარტო ეს ჯაჭვი გრძელდება რუსული დეზინფორმაციის და რუსული კრემლის მანქანის სამსახურის ახლა დეზინფორმაციას კიდევ დავაკვირდეთ. თუ გაშევხედავთ TikTok გვერდებს, Facebook გვერდებს, Instagram გვერდებს, ეხლა რა ტიპის ნარატივი წარმოება, სხვადასხვა უნდა საგამანათლებლო კუთხით და ისტორიული ასე შემდეგ. მაგალითად, ეხლა ხდება პირველი რესპუბლიკის დევალვაცია, წარმოდგენა 1918-დან 1921 წლამდე რაც არსებობდა პირველი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, მის რაც გაშავება ხდება. და მას ჩვენს თვალწინ უყურეთ ამ ისტორიული მომენტის გაშავება როგორ ხდება. გაშავება ხდება 90-იან წლებში პირველი ლეგიტიმური ქართული პრეზიდენტის თანამიმართებაში მისი ქმედება ეს ამ ყველაფერი ხელის გულზე ჩანს და თავი რო გავდოთ 2008 წლის ომზე, რასაც კადრულობთ ეხლა და რასაც საუბრობთ, თითქოს სხვა ქვეყნის ტრაგედიაზე საუბრობდეთ და სხვა ქვეყნის ომზე საუბრობდეთ და სხვა ქვეყნის გადმოთარგმნილია ეს ტექსტები რუსული. 1919 ერთად რატო ჩანს ყველაზე ისე, იმიტომ რომ მე მახსოვს უბრალოდ გადაჭრელებული ქონდათ ქუჩები პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლების ფოტოებით და პლაკატებით. მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგიური დიდი სახესხვაობა მაქვს პირველი რესპუბლიკას, მაგრამ ეს იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ხალხი რომელმაც დამოუკიდებელი და არჩევნები ჩაატარეს, საკუთარი ხედვა, იდეოლოგია და კონსტიტუცია ჰქონდათ. მას სამემართებაში ამაყობდნენ რომ მათ მიერ დანიშნული პრეზიდენტი სალომონ ზურაბაშვილი როგორ გამოირჩეოდა მათთან ნათესაობით, რომ მათი წინაპრები ეს ხალხი იყვნენ 2018 წელს 100 წელი რო შესრულდა თელ ქალაქში ეს ყველაფერი მოცული იყო და დღეს ხდება რა? ხდება რომ პირი მათი დევალვაცია. რატო? იმიტომ რომ ეს ხელისუფლება ასოცირდება რასთან, რომ შენ რაც არ უნდა ცადო რუსეთთან დალაგება და ნეიტრალიტეტის გამოცხადება, თუ შენ ინარჩუნებ შენ დამოუკიდებელ პოლიტიკას, ის გადაგივლის დაკიჭე შენ ოკუპაცია მოხდება და ამას კლავენ. იმიტომ რომ პირველი რესპუბლიკა იყო ძალიან პროდასალური ხელისუფალი, მისი ხედვებიც იყო უფრო მეტად კონტინენტური ევროპიდან წამოღებული, მისი განმარტებლის პროდუქტი იყო უფრო მეტად დასავლური, არა ანგლოსაქსონური, არამედ მეტად ევროპული და ეხლა ამ ევროპასთან დაპირისპირების ნაწილში შეექვეყანას რაც ევროპასთან აკავშირებდა და ეს ცხადი 3 წელი იყო და ამ დღეებში განსაკუთრებით იმიტომ საუბრობთ რომ ეხლა ხდება ხო ან საბჭოთა ოკუპაციის წლისთავი არის. აი ამ დროს მინდა ამას ყურადღება მივაქციოთ, რომ როცა დაჭირდება ის დაიწყებს იმ წინაპრების ქებას, რომელიც მაშინ აწყობს და იმათ ლანძღავს და გაშევებას, რომელიც აღარ აწყობს და ეხლა მათ აღარ აწყობთ რაიმე ტიპის იდეა, რომელიც ასოცირდება იმასთან, რომ დასავლეთთან თანამშრომლობით ამ რაღაცისგან კარგი რაღაც გამოდიოდა და თუ რაიმე ქვეყანა დაუპა იყო ეს საბჭოთა რუსული სპეცოპერაცია და რუსული ოკუპაცია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ჩატარდა. ჯამში არ უნდა გვაუწყდეს, რომ დასავლეთი საქართველოს ზოგჯერ შევა მეტ ყურადღებას აქცევდა, ზოგჯერ ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, ზოგჯერ მათგან მეტი გვინდოდეს და მწყალადაც ვიყოთ, მაგრამ ყოველთვის დასავლეთი საქართველოს აღიქვავდა როგორც დამოუკიდებელ სუვერენიტეტ ქვეყანას. აი ესეთ სუბიექტად გვიყურებდა და არასდროს თავის დაპყრობილ ნაწილად. რუსეთი თუ როდესმე საქართველოზე საუბრობს, შეიძლება ისაუბროს როგორც კარგ მოცეკვავეებზე, კარგი ხინკლის დამზადებებზე, კარგი ხაჭაპურის დამცხობებზე, მაგრამ ის არასდროს არ ლაპარაკობს შენზე როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკის მქონე რაღაცა სუვერენულ სახელმწიფოზე. არასდროს არ აინტერესებს. გოგა ხაინდრავას მიუმართავს ბრიტანეთის ელჩისთვის ღია წერილით. მანამ აგერ ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს. ეს იგივე ჟანრიდან არის ჩემი აზრით, როგორც აი BBC-ს რომ უჩივლებენ და მე საქმეს მოუგებენ. ეს არის დიდი აზვირთებული ლოდი, რომლის შემჩერებელი აქამდე არავინ ყოფილა დედამიწის ზურგზე, როცა ბრიტანული სანქციები, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იკვლევს ვიდრე სანქციას და ადებს ვინმეს და მე ძალიან დიდი გამადიდებელი შუშით აკვირდება ამ სანქციების აღსრულებას, თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ გადახედოთ რუსულ გამოცდილებას ომთან, რუსული ომის დაწყებისთანავე პირველი რუსი ოლიგარქები დასანქცირდნენ და მოახერხა თუ არა ვინმემ თავის დაღწევა ბრიტანული სანქციები. ეს უბრალოდ დაგუგლეთ და ძალიან მარტივად მიხვდებით. ეს მაგას კიდე თავარი დაპირება რაც ბიძინა მათ შორის გაცადა არჩევნებით, რადგან პრორუსული არგუმენტით ვერ გავედა რომ ეკო. ხო მაგდანიკაშვილთან პირდაპირ იმედზე გას იმავე ახსე გასცა რომ ის არჩევნების მერე დაალაგებთ და ეს დაპირდა თვითონ მაგდანიკაშვილის პირდაპირ ეთერში. თუ ვინმეზე გაბრაზდებიან ბიზნეს დაურეკო და ბიზნეს კითხავს. რატო ვერ დაალაგდით თუ ფორმულა ჟურნალისტებს კი ნურეკავ. ხო, აქ მინდა ვიკითხო, დებატების თემა იყო ძალიან აქტუალური. თქვენ რუსთავი 2-ზე იყავით დებატებზე, ხაინდრავა ვახსენე და ხაინდრავასთან ერთად იყო ეს დებატი, ანუ ხაინდრავას წინააღმდეგად თუ როგორც არის, ერთად მონაწილეობდით დებატებში.
იმედის ამ სანქციების შემდგომ, იმედიდან მოწვევის შემთხვევაში რას ფიქრობ დებატებში მონაწილეობას? ნუ მე ჩემი ზოგადად გაცხადებული პოლიტიკა მაქვს, რომ სადაც რა საშუალებაც მაქვს, იმას ვიყენებ. გააჩნია მაგ დებატზე როგორი მოვიდით მიდიხარ. თუ იმ დებატზე იმით მიდიხარ, რომ იმ შიშით რომ აქ თუ მეორედ აღარ მომიწვევენ და ენის მოჩლა კითხვა არ მაგ შიშით, იმის ერთად ჩემის ხრივ მე ჩემ თავთან მომიწია მე მაგის გადალახვა და არანაირი ევროპის თქმა არ მჭირდება, რომ ვიცოდე ეგ ხალხი რა ხალხი არიან და რა ვიხო გოგა ხანჯრავაზე ვისაუბრეთ და ისე ახლოს მეც და ხუმრობ ხოლმე რომ ეგრე დიდი ხანია არავისთან ამჟარავ, შეყვარებულთან არ ვზარო ეგრე ახლა კაცი რო დამისვეს, იმიტომ რომ მაგ ტიპის უხერხულობა მქონოდა, რომ ვერ გამებედა და ჩემი ჩარჩოში ყოფილიყავი, მაგრამ საწამსაც მე თუ მიდიხარ იმ პასუხისგებლობით უნდა წახვიდე ადამიანი, რომ მიუხედავად ამისა შენ დარჩე, დიახ, მესმის ხო უბრალოდ ის ადამიანები შეიძლება იყვნენ, მაგრამ იმის თქვა მინდა რომ იმ განცდით უნდა იყოს ჯამში პროპაგანდა უფრო დაზიანებული გამოვახვალ, თუ შენ, თორე შეიძლება ბევრსაკეთე შევფიქროდე რომ ხო არ დაждდე ბევრზე კი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ახლა მაგის მე რამე შეიცვალა თუ არა, რომ ჩემ ეგ ისაც გარკვეულიყო იმ ხალხთან მიჯექი, რომელმაც ქუჩაში დახვდა, ფიზიკურად გამისწორდა და ელექტროშოკები დახვდა, ხმა რა მოიყვანო, ხმის ამოღების გამო მიყავდა და ეხლა მოდი აბა ხმა მოიღოთ. ანუ ეგ ჩემი ის მე მქონდა და მესმის იმ ხალხის, ვინც მაკრიტიკებდა, მაგრამ ჯამში მე მგონია უფრო მეტად დავაზიანე პროპაგანდა და უფრო მეტად რაღაცნაირად გავამყარე იმ ხალხის პოზიცია, რომელიც მე მენდობა, ვინც მე მენდობა იმ ხალხს პირდაპირ, რომ ხო თუ მივიღე რაღაც მონაწილეობა, ყველანაირად ისე იზა რომ მოგებული მე გამოვიდე. კარგით. და სულ ბოლოს უნდა კითხოთ, ახლა ქვეყანაში ის ვითარებაც არის, მე მოვყევი რომ შეერთებული შტატებიდან არის ასევე მოსალოდნელი ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდა და თუ ამერიკის საუბარია რომ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა რამდენიმე თვის წინ სტრატეგიულ ქვეყანაში უნდა შეისწავლონ რუსული და ჩინური გავლენის აგენტები პირდაპირ და გამოავლინონ ეს. კი ბატონო, თან საინტერესო ყველაფერი ხდება, მასშტაბ გრად დინარაძეს ჰქონდა რაღაც ტიპის ურთიერთობა, ხო, იქაურუ საფრთხების სამსახურთან და ამ ურთიერთობის მერე რომ ესეთი ტიპის ინიციატივა მოდის, რავი, ისეთი რა ილაპარაკეს, რომ მოდი ერთ მოვიკითხოთ აქ აგენტები ხო არ არიანო, არ ვიცი რა ტიპის შეთანხმება შედგა ეგეთი. ანუ საერთოდ კიდე ერთხელ აგდავთ, მოდი ჩვენ თავ გავუანემო, რომ ქართულს მომ დაპირდა საკუთარ ამორჩეულს მე დავალაგებ და რამდენი დალაგების ცდილობაც თვითონ არის პირიქით ხდება, ხო და ხო უნდა ვთქვათ რომ რაღაცაშია პრობლემა, რაღაცა სხვა ტყუილშია საქმე. რაღაცა არის რომელიც ასე არ ანუ არ უნდა გაბრაზდნენ თქვენზე, უნდა გაბრაზდნენ საკუთარ არჩეულ პარტიას. ეს რას მოუტანს მათ, ეს იგივეა რომ მე რომ ახლა გავბრაზდე რაღაც კონკრეტულზე სრულად რო არ ეხება ისეთ ადამიანზე, ჩვენზე გაბრაზება მათ არ მოუტანს შვებას, ჩემი აზრით. ჩემთვის ამაზე მეტი წითელი ხაზი არ არსებობს, რა აუღებელი ხელფასი ან რა საერთოდ ჩარიცხული ხელფასზე არის საუბარი. საერთოდ საკითხის ასე დაყენება ამორალურად მიმაჩნია, რომ ხელფასი ჩაგერიცხება, არ ჩაგერიცხება, ხელფასზე გაცილებით დიდ რამეზეა საუბარი, ეს არის პროფესიული კარიერა, ეს არის პროფესიული კეთილსინდისიერება და აქ დადებული იარლიყი, ტოლობის ნიშანი შენსა და რაშა თუდეის შორის. ამაზე მეტი არ ვიცი რა შეიძლება შეფერხდეს ამ პროფესიაში, რომ გეტკინოს შეფრცხოს არ ვიცი. და პირიქით, თუ ამ არხებზე აქ ადამიანს აძლევინეს უხილფასოდ ყოფნას ოპოზიციურ არხებზე, ზუსტად ის არის, რომ მასაა განცდა, რომ მიბრძვის ზუსტად მაგ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. აქეთ ხარეს, ეგ განცდა აქ ადამიანს აძლევინეს, რომ უკანასკნელი თათრებით მომიდეს და დღეს მე საერთოდ გავდივარ და ხმას რო ვიღებ და ვიღაცა მიყურებს, ამისთვის რა ვიყავ ოპერატორი, რომელიც მიღებს, ძალიან ბევრს აკეთებს. დარწმუნებული ვარ, ხო, დაწამენ აქეთ მაგას აკეთებენ. საკითხის აქამდე გაყვანა არასწორია საერთოდ, ხელფასამდე და თეთრებამდე, პრემიებამდე და ასე შემდგომ. ეს არის საკითხი, რომელიც არ დარდება ფულთან, მეგობრებო, არც ნიყვის ჭამასთან, სხვათა შორის და არც რესტორანში წასვლასთან. აი ამ ტოლობის ნიშანს სვამენ, რაც მესმის იმ არხებიდან. ეს ორი დღეა და სამწუხაროა ეს. პირველ რიგში. თუმცა არის მოცემულობა და კიდევ ერთხელ ასახავს რეალობას. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი ცოტნე კობერიძეს უსმენთ.